პარტია ლელო თეატრულკიანის მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს პარტიის ლიდერებმა საქალაქო სასამართლოს განცხადებით დღეს მიმართეს. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისია წესების დარღვევით შექმნა. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაზეც ლელო უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობს. პარტიის მოთხოვნას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. აც უკვე სასამართლოში, მათ შორის ივანიშვილის და მურუსიძის სასამართლოში ვიბარებთ თეატრულკიანს, რომელიც არის ვალდებული გამოცხადდეს. პასუხი გასცეს ძალიან მარტივ, პრიმიტიულ კითხვებს. რას წარმოადგენს ეს საცირკო წარმოდგენა შესაბამისი არალეგიტიმური კომისიით და თავის მხრივ რა ლეგიტიმაციით სარგებლობს ეს არალეგიტიმური კომისია. მათ შორის ცილისწამებაზე მას პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ჩვენ ჩავაბარეთ განცხადება, შესაბამისად ჩვენ გონიურული ვადა განუსაზღვროთ, რომ 3 დღის ვადაში სურდა რომ პასუხი ეცნობებინა ჩვენთვის. შესაბამისად არანაირი პასუხი არ მოსულა ჩვენთან, არც ჩაგვარებია, არც ვიცით მისი პოზიცია, შესაბამისად ეს ითვლება როგორც უარი და ეხლა შესაბამისად მიმართავ ჩვენს სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იქნას გამოკითხული. ერთი რამე მინდა უთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც არ მოვიდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ვიცი რომ მას ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ ისინი თუ წავლენ კონსტიტუციის წინააღმდეგ, კანონის წინააღმდეგ, მათ შემდეგ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ ქონდეთ არავის იმედი. იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართული ხალხის წინააღმდეგ წასვლა. მათ ქონდათ არჩევანი. და მათ არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყენ ქართული ხალხის წინააღმდეგ და პასუხსაც მიიღებენ შესაბამის ქართული ხალხისგან არჩევნებზე და რა თქმა უნდა ჩვენი კანონმდებლობისგანაც შესაბამისად.